საღამო მშვიდობის რუბრიკა გადახილით ჩარჩოქ თავაზობთ გადაცემა სათაურით აბსოლუტური შუქი. შეხვედრა ოსტანკინოს სტუდიაში 1991 წელი. კითხვაზე რას აფასებთ ადამიანში ყველაზე მეტად ნოდარ-დუმბაძე პასუხობს. ამაზე ძალიან ბევრს ვწერ და ვსაუბრობ. თუნდაც ჩემს ბოლო მოთხრობაში კუკარაჩა მე ვამბობ, რომ ყველაზე დიდი განძი, რაც ადამიანს გააჩნია, ეს არის სიყვარულის ნიჭი. სიყვარული ყველაფრის მიმართ. ყველას მიმართ, ვის წინაშეც ვალდებული ხარ. მოთხრობაში ორი ერთმანეთს საპირისპირო გმირია. ისინი თავისებურად ხსნიან ამ გრძნობას. მურტალო და კუკარაჩა. ოპერაცია დამთავრებულია. შეგიძლიათ მშვიდად იცინოთ. კოცნით თქვენს ნაფეხურებს. სხვათა შორის მე თქვენ გიცნობთ. ინგა ქვიათ. ქობულეთის აღმართზე ცხოვრობთ 127 ნომერში. დღეიდან შენი შემწუხებელი ჩემი შემწუხებელია. ჩემი შემწუხებელი კი ყველაფერი სასაფლაოზე წევს. არის ამ ქვეყნად ვერ ხვიდა სვია. არის ამ ქვეყნად სიკვდილი ქალით. ამ რევოლვერში არის 8 ტყვია. ერთს გაიმეტებთ, მე გთხოვთ, მომკალეთ. არ გაინძრე ეგრე იჯექი. ხელში პატარა ბავშვი რო გეჭიროს, ღვთისმშობელი ხარ ნამდვილი. ინგასათვის მურტალოს სიყვარული არა უხსნია. ერთი წელი ზამთარ ზაფხულ ქურთი მარატიკას ხელით თითო კალათა წითელ ვარდებს უგზავნიდა ქობულეთის აღმართზე. ვიადიქით და წადი ჩემი სახლიდან. გეყოფები მასხარაობა. სიცოცხლეს უფრო ადვილად დავტოვებ, ვიდრე შენ. ვიკივლებ და მეზობლები შემოცივდებიან. რამდენი მეზობელი ყავს? 20. ხო და 20 მკვდარს გაიტანენ აქედან. ბევრი კაცი ყავს მოკლული? ყველა კაცი თვითონ იკლავს თავს. მე შენი ქურდული ფილოსოფია არ მაინტერესებს, ეხლა ვიადიქი და გაეთრიე ჩემი სახლიდან. ტყუილად ვთქვი, ინგა, ჩემ გაგდებას. მე შენი თავი ყომარში კი არ მომიგია, ღმერთმა მაჩუქა. ხვალზე განაცხადებ მილიციაში. როგორ შემეშინდა? მართლა არაფერს არ გეშინია ამ ქვეყანაზე. ერთი რამის მეშინოდა. მეშინოდა იმისი, რომ უსიყვარულოდ წავიდოდი ამ ქვეყნიდან. ახლა ამის აღარ მეშინია. ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადის ამ ქვეყანაზე და რაღა მნიშვნელობა აქვს, როდის მოვკვდები. ინგა, თუ არ გეწყინებ ერთი რამე დაგითხრა. მართლა გიყვარს ის ბინძური კაცი თუ გეშინიებისი? შენ თუ იცი რას ნიშნავს სიყვარული? ვიცი. აბა მითხარ. ყველაზე დიდი ნიჭი, რაც ღმერთმა ადამიანს უბუძა და უბედურია ის კაცი, ვინც ამ ნიჭის განცდის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან. ვინ გასწავლა შენი კუკარაჩა? ქალბატონმა ანიკო. ვინ არის ქალბატონი ანიკო? არის. და შენ განგიცდი ეგ ნიჭი? ჯერ არა. შენ
როცა ნოდარ დუმბაძეს კითხეს, ვინ უნდა იყოს მწერალი, ტკივილი თუ მკურნალი, მან უპასუხა, რომ მწერალი უნდა იყოს მკურნალი. მან უნდა დაინახოს და განიცადოს სხვისი ტკივილი. ასე ვთქვათ, დაავადდეს სხვისი ავადმყოფობით და შემდეგ გამოსავალი პოვოს. როცა ბატონ ნოდარს კითხეს, რატომ წერს ასე ხშირად მზეზე და რატომ ხვდება მის ნაწარმოებში ასე ხშირად მზე, მან უპასუხა. მზე მარადიული სასწაულია კაცობრიობის, რომელსაც ასე ჩვეულებრივად აღვიქვამთ. რუსთაველს აქვს საოცარი სტრიქონი, მზიანი ღამე. მე ასე დავარქვი ჩემს რომანს. როცა ჩვენს თეატრში დაიდგა სპექტაკლი, ჩემთან მოვიდა ადმინისტრატორი და მითხრა: ბატონო ნოდარ, შეცდომა მოხდა. 3000 აფიშა დაიბეჭდა არასწორი სათაური და მე ხელახლა დავაბეჭდინე. ნაცვლად მზიანი ღამე, ჩავასმევინე მთვარიანი ღამე. ეს გაუგებრობა მაშინ 10000 მანეთი დაждდა, რა თქმა უნდა, სასწრაფოდ იქნა შესწორებული სათაური. საქმე იმაშია, რომ რუსთაველისათვის მზე ღმერთის გამოსახულება, ანუ ღმერთის ხატი. ეს არის აბსოლუტური შუქი, მაგრამ უცქირო აბსოლუტურ შუქს შეუძლებელია. ამიტომ არის მზიანი ღამე. ღმერთი აბსოლუტური შუქი. რომანში მარადისობის კანონი მზე კვდება და როდესაც მას ეკითხებია, რატომ კვდება, მზე პასუხობს: ჩემი ენერგია ივსება ადამიანების სულით, რომლებიც სიყვარულით მიდიან ამ ცხოვრებიდან, ახლა კი ადამიანები სიძულვით კვდებიან და კვდები მეც. და თუ მკვდრეთით აღწება სიყვარული, აღწევი მე და ისე ვიქნები სიცოცხლის წყარო. ჩემო გუგარაჩე. თანამდვილებით არავინ იცის რა არის სული. სული მე მაინც ზღაპრული ჯინივით ბოთლში გამომწყვდეული ადამიანის ფიქრი და უცნება მგონია, რომელიც თავისი გაჩენის დღიდან თავისუფლებას ელოდება. თავისუფლებისაკენ მარადიulis სწრაფვა და ლტოლვა ახასიათებს. მერე ჩვენ ზოგჯერ ნებით, ზოგჯერ კი უნებლიეთ ვანთავისუფლებთ მას ამ ბოთლიდან. უფრო ხშირად კი იგი თვითონ ინთავისუფლებს თავს და უკვე თავისუფალი სასწაულებს ჩადის მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ლიტერატურაში. ყველა გენიოსი მე ბოთლიდან განთავისუფლებული ჯინი მგონია. მართალია, ზოგი დიდია, ზოგი პატარა, ზოგი უფრო სუსტი, ზოგი უფრო ძლიერი, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ბოთლიდან განთავისუფლების ბედნიერებას ყველა ერთნაირად განიცდის. გუგარაჩა თუ ყველაფერი ეგ შენ გაბარია მილიციაში. სადაც ეკითხეთ ასეთი რომ გალბატონო ანიკო? არ ვიცი, არ მახსოვს. მე მგონი არსად უბრალოდ ასე ვფიქრობ. სიყვარულიც ლუში შედის გალბატონო ანიკო? ალბათ. ყოველ შემთხვევაში თუ რომ საგანძური და ჯილდო მიუნიჭებია ღმერთს ადამიანისათვის, სიყვარულის ნიჭია. და ამბავია, კითხა ზღვამ ოთახში შესულ მზეს. ადამიანი კვდება, უპასუხა მზე. ასე უბრალოდ კვდება და მეტი არაფერი? კითხა გაკვირვებულმა სხვა. ექიმმა უკვე მიატოვეს, თქვა მზემ და მხრები აიჩეჩა. შენ უთხრა სხვა. როგორ თუ ნუ მივატოვებ, ჩემი გაჩერება ვინ გაიგონა, გაუკვირდა მზეს. ნუ მიატოვებ, გაიმეორა სხვა. მე რას უშველი კვდება, ესეც არ იყოს, ადამიანებმა უკვე მიატოვეს. შენ ადამიანებს რას უყურებ? ადამიანები ძალიან ხშირად და ადვილად ტოვებენ ერთმანეთს. შენ თუ არ მიატოვებ, ადამიანი არ მოკვდება. არ შემიძლია, მე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია. ხვალ ზუსტად ამ დროს მოვიდე კვლავ, იმართლა თავი მზემ. ოთახიდან გავიდა, აივნის მოაჯერს გადაალაჯა და წავიდა. მიდიხარ? კითხა სხვა. მივდივარ, უპასუხა მზემ. ადამიანს გაეცინა. რა გაცინებს? კითხა მზემ. ყველაფერი ვარ მე, ადამიანი, თქვა მან. მაჩვენე რა შეგიძლია გამოეწვია მზემ.
მე შემიძლია სულ გაგაქრო შენ, რადგან შენ ხარ ჩემში. მე შემიძლია ეს გავაკეთო, რომ შენ აღარ იარსებებ ჩემთვის. თან ისე უბრალოდ რომ გაგეცინებ, უთხრა ადამიანმა და თვალზე ხელი აიფარა. მორჩა, აღარა ხარ. მზე მიგვხსნა როგორ დაბნელდა. იგი უცებ ადამიანის თვალის გუგებში როგორ დაბატარავდა, გააცდა, გაასდა და დაწვრილმანდა. იგრძნოდა, სული შეეხუთა. ადამიანო გამიშვი ხელის თხოვა მან. ადამიანმა ხელი გაუშვა. თვალთა ქუთუთოებს ზემშვებით ამოისუნთქა. აგი გითხარი ჩემში ხარ მეთქი. მე ვარ სამყარო, შენ მე მემსახურები. აი ახლაც იმიტომ ჩადიხარ, რომ ჩემს იმიერ ძმას იახლო, ხვალ კი კვლავ მე მეახლები, რათა მთელი დღე მემსახურო. რომ არ გეახლო, თქვა მზემ, მაგრამ ხმაზე ეტყობოდა, საკუთარ თავის აღარ ჯეროდა. მზე გადაერია, იგი სიამოვნებით დაბრუნდებოდა უკან ადამიანის ჯიბრით, მაგრამ დრო ყველაფრის უფალი დრო თავისას აკეთებდა. მზე უკვე ნახევრად ჩასულიყო სხვაში. ბოლოს და ბოლოს ვინ ხარ, საიდან მოსულხარ და რა გინდა ადამიანო, აღმოხდა მზეს. მისი ბოლო სიტყვები ადამიანს აღარ გაუგონია, რადგან მზე თითქმის ჩასული იყო. მზემ უკანასკნელად გაიბრძოლა და თვალის შეალუდა ცარიელებულ ნაპირს. იმ ადამიანის გვერდით ახლა მეორე პატარა ადამიანი იდგა. ვის ელაპარაკები ბაბუ? კითხა პატარა ადამიანმა დიდს. არავის, ჩემს თავს ველაპარაკები, გაუღიმა დიდმა. მე ხუთჯერ გარდავიცვალე ამ ქვეყანაზე და ხუთჯერვე მოვბრუნდი. პირველად მე გარდავიცვალე შიშით და აღსდექი სიმარტოვეში. მეორედ მე გარდავიცვალე სიმარტოვით და აღსდექი თვალთმაქცობაში. მესამედ მე გარდავიცვალე თვალთმაქცობით და აღსდექი უდარდელობაში. მეოთხედ მე გარდავიცვალე უდარდელობით და აღსდექი სიძულვილში. მეხუთედ მე გარდავიცვალე სიძულვილით და აღსდექი სიყვარულში. და ახლა ვცხოვრობ უზაუმო განუსაზღვრელი სიყვარულით და ვიცი რომ სიყვარულით გარდავიცვლები და ეს იქნება ჩემი უკანასკნელი გარდაცვალება. მე აღარაფერში აღარ ავსდგები და დავრჩები მარადიულ სიყვარულში. რუბრიკა გადახედით ჩარჩო და ირმა გეკელიძე ამჯერად ამით გემშვიდობებად მომავალ შეხვედრამდე. გქონდათ დიდხანს, წვეთები. თანმიმდევრობით მიყვებოდნენ ერთმანეთს, რიგრიგობით ეშვებოდნენ, გროვდებოდნენ. ყინული ღვებოდა, ფერმკრთალის სახე, თეთრის სახე, სახე შეციებული, სახე შეშინებული, სიმშვიდე, გაასვენეს. მიქონდათ დიდხანს, არ იღლებოდნენ, ხელებით კიოდათ. ხელები ყოველთვის უადგილობას გრძნობდნენ, გროვდებოდა, აივსო.